6 შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, მესტია დღეს და ფაქტობრივად მოიცავით შეძლების დაგვარად ყველა კუთხე და რეგიონი. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, მქონდა მსჯელობა რა თქმა უნდა ცვლილებებზე, არის სრული მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, არის მათ შორის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შემდეგ კანონებით უნდა მოწესრიგდეს, რანაირად იქნება ეს მოწესრიგება, ჩვენ რა თქმა უნდა გავაცანით, რომ ერთი არის საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი და პარალელურად ჩვენ მუშაობთ პაკეტზე საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელშიც ყველა ეს საკითხი იქნება ასახული. ჩვენ ყველა ამ შეხვედრის შედეგს, რომელიც ასევე კლიანად ვიდეო ჩანაწერები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, მოსახლეობასაც შეუძლია ნახოს ამ შეხვედრების სულისკვეთება. მოვახსენებთ პარლამენტს საბოლოო ჯამში თუ რა შედეგები იყო, გავაგრძელებთ შეხვედრებს ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოში და საბოლოო ჯამში 17 მაისამდე ჩვენს კომისიას აქვს ვადა საყოველთაო სახალხო განხილვისა, რომლის შემდეგაც უკვე საპარლამენტო პროცედურებს დავიწყებთ. ბატონო შალვა 14-მა ამერიკელმა სენატორმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნათქვამია, რომ ისინი გადახედავენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას. ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია რა თქმა უნდა ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. და იმედგამაცრუებელია, იმიტომ რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად ამ ღირებულებებს არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა ეს არის განსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ეს არის მთავარი პრინციპი. საბოლოო ჯამში ჩვენთვის კიდევ ერთხელ გადამწყვეტი არის ის, რომ გქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში და ამ მოწოდებების ფონზე გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად ხო უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არასაჯაროებს თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია 1 წლის განმავლობაში, დამპირდნენ რომ იქნებოდა გასაჯაროებული რამდენჯერმე და არც ერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული რაში იხარჯება ეს ფული და შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის და ფული, ანუ ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, იხარჯება რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, იხარჯება დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში ჭდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ ამ ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოზღუდული თანხები. ბატონო შალვა, მანამდე იყო რეზოლუცია და მანამდე იყო არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება, კრიტიკული პოზიციები მოვისმინეთ ჩვენ არაერთი მხარის მხრიდან, მაგრამ თქვენ და პარალელურად სულ ვითხოვდით, რომ მოგესმინათ არგუმენტი. რატომ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს აღნიშნული კანონი და მისი მიღება? თუ მოისმინეთ ამ დრომდე ეს არგუმენტი და აი ეს რეზოლუცია გამოაჩინა რეალურად ამ ტექსტში. არა, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს განცხადებებიც ამის მაგალითია, რომ არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა ამ განცხადებაში ერთადერთი ასაც გვესმის, რომ თითქოს ეწინააღმდეგება რაღაც ღირებულებებს. და დააკონკრეტონ მაინც რა ღირებულებებზე არის საუბარი, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებას. ეს წარმოუდგენელია, ხომ? და როგორ შეიძლება კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში ხდება მიღება ევროდირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილი არის, როგორ შეიძლება ეს იყოს ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმოქმნელი. ამიტომ აი ეს ამ მომენტში რა თქმა უნდა რჩება ესეთი აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემა არის არა კანონთან დაკავშირებით და რაღაც მის შესაბამისობასთან დაკავშირებით ღირებულებებთან, არამედ პრობლემა არის ის, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ რომ საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა ერთი სხვი კარგია, მაგრამ გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც მალავს რაღაცას. და ყველა ვინც აქედან გამომდინარე ის, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონისა, თუ კი დაუფიქრდებით,
მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში. ბატონშალა, ასევე მინდა გითხოთ საპატრიარქოს გამოხმაურებაზე, როგორც გამჭვირვალობის კანონზე, ასევე LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ პროექტზე, საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უშუალო და სახიფათო იდეოლოგიების თავსმოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ეს არის მოკლე შინაარსი, რასაც ვკითხავთ. ახლა ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ აი ფასეულობებს და ის უგულოებაზე. თავისთავად სხვანაირად ვერც იქნებოდა ქართული ეკლესია ყოველთვის დგას ქართულ ხალხთან, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და საქართველოს სტაბილურ განვითარებასთან. და ეს არის ყოველთვის ის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ამ განცხადების ფონზე ჩვენ ვნახეთ ოპოზიციაში და NGO სექტორში ნიღბის სრული ჩამოხსნა. ფაქტობრივად დავინახეთ და ეს პროცესი ზოგადად უკვე სასარგებლო პროცესია იმ ხრივ, რომ არის აბსოლუტური ლუსტრაცია თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე ოპოზიციის და ზოგიერთი NGO ჯგუფის შემთხვევაში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ სიძულვილით გავსებული, ასე ვთქვათ, სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, ეს არის ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ზუსტად ეხლა ლუსტრაციის პროცესი გაიარეს, ჩამოიხსნეს სრულად ნიღაბი, ტრული რიტორიკით დღეს რაც გვესმოდა, ნახეთ ჩვენ გამოხმაურება NGO-ების და ზოგიერთი NGO-სი და ოპოზიციის ამ განცხადებაზე, ეს არის მტრული რიტორიკა იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც არის ქართული იდენტობის ნაწილი. ამიტომაც უნდათ რომ შეცვალონ ამ ტრიადაში სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობები. სინამდვილეში ეს არის ფასეულობების არ მქონე ოპოზიცია, ფასეულობის არ მქონე ჯგუფი ზოგიერთი NGO-სი, რომელიც ცდილობს ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას გამოგონილი ფიქტიური ღირებულებებით და ეს პროცესი სწორედ ამას წაადგება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი 29-ში, რომ ყველამ დაინახოს, სად დგას ერი, სად დგას ბერი, რა არის საქართველო, რა არის ჩვენი წმენა მამულისა, წმენა ენისა და წმენა ჩვენი სარწმუნოებისა. ეს იქნება დღე, როდესაც გამოჩნდება სად არის ქართველი ხალხი და სად არის ის ოპოზიცია და NGO-ების ერთი ჯგუფი, რომელიც ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება თავის უცხოელ მფარველებს. ხვალ 28 აპრილს დაანონსებულია 126 არასამთავრობო ორგანიზაციის 6 ოპოზიციური პარტიის და შემდეგ ლელო დაემატა საპროტესტო მარში. საით წაიყვანს არასამთავრობოები და ოპოზიცია ამ ყველაფერს? რა პროცესები იქნება? ჩვენ ვხედავთ ამ ჯგუფს NGO-ების და ოპოზიციის, ეს უკვე გაფორმებული სიმბიოზი არის, რაც აქამდე ცდილობდნენ რომ ფარული და ყოფილიყო და არ ყოფილიყო ხილული, დღეს უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი სიმბიოზი, ერთი ორგანიზმი NGO-ების გარკვეული ჯგუფისა და ოპოზიციისა, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ყავს, ფარველიც ერთი ყავს, შემგულიანებელიც ერთი ყავს და გეგმების დამსახველიც ერთი ყავს. ეს არის ანტიქართული მოძრაობა, რომელიც გაფორმდა ოპოზიციისა და NGO-ების ჯგუფის სახით და ეს ანტიქართული მოძრაობა კარგია რომ დაინახა ქართულმა ხალხმა, ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და უკვე ყველასთვის ნათელი გახდა თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს ერთი პატარა დაჯგუფება NGO ჯგუფებისა და სიმბიოზი NGO-ებისა და ოპოზიციისა საბოლოო ჯამში როგორც ანტიქართული მოძრაობა ასე გაფორმდება და ასე დაინახავს მას ქართული ხალხი. ბატონაშალვა 29 აპრილს ჩანიშნული აქციის შესახებაც მინდა გკითხოთ, ანუ როგორ მოხდება ზოგადად ამ აქციაზე მიმსვლელი ადამიანების მობილიზება, მანამდე წინასწარმეტყველებად გეტყვით, რომ დღეს ამ შეხვედრაზეც ჩვენ კონკრეტულად ტელეკომპანია ფორუმում გადავიღეთ კონკრეტული სიები პედაგოგების, კონკრეტული სკოლების, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ. ანალოგიურად მოხდება 29-ში საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე აკეთებს ახლა აქცენტს ქართული ოცნება. ეს განცხადებები ეს აჩვენებს მხოლოდ შიშს ოპოზიციაში, შიშს იმ NGO სექტორში, რომელიც არის ამ ანტიქართული მოძრაობის ორგანიზატორი, შიშს დიდი თვალები აქვს და ეს დიდი თვალები კარგად ხედავს თუ რას დაინახავენ ისინი 29-ში, რომ ისინი დაინახავენ ერთად მგოლ ქართულ ხალხს და ამ შიშიდან გამომდინარე ცდილობენ ახლა მანიპულაციებს და მაქინაციებს მოფიქრებას თითქოს
ვიღაცას აიძულებენ მოსვლას და ასე შემდეგ. Როგორ წარმოგიდგენია თქვენ 10,000-ობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე? ან როგორ შეიძლება იძულება დაჭერდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, დაიცვას თავისი ქვეყანა, თავისი ეკლესია, რომელსაც დღეს უკვე ღიად ესხმიან თავს, ამას რო ფიქრობს საერთოდ ვინმე და საჯაროდ ამბობს, რომ ქართველს მობილიზება ჭირდება იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და დაიცვას თავისი ტრიადა მამულის ენის და სარწმუნოების, უკვე აჩვენებს თუ რამდენად არასწორი ღირებულებებზე დგას ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ სპეკულაციებს ცდილობს. 29-ში ყველა მე მოუწოდე არაერთხელ და მნიშვნელოვანი არის, იმიტომ ეს არის